აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმში არსებული სანეტივე მისთვის ვენახეს მოწის ხალხებთან მოგონებდეთ მოიმატა ესე ამეთქე სამტრისი ოკუპაცია გრძელდება თვალსაჩინო გამარჯობა. რეგიონული ქსელი და ტელეკომპანია ფორმულა აგრძელებს ყოველკვირეულ გადაცემას რეგიონის ხმა. მე კი ამ გადაცემის წამყვანი ნოდარ ჩაჩანიძე ვარ. დღეს ვიმყოფებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, გურიის რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში. ადამიანის ცხოვრების კვალი აქ უძველესი დროიდან ჩანს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები და სახელოსნოები, როგორიცაა მაგალითად ვაკიჯვარის სახელოსნო და შემოქმედის ნამოსახლარი. ისტორიულ წყაროებში ოზურგეთი პირველად მე-16 საუკუნეში მოიხსენიება. როგორც ჩანს, შუა საუკუნეების განმავლობაში ეს ადგილი საკმაოდ განვითარებული იყო კულტურულად და ეკონომიკურად, რასაც ადასტურებს ამ ტერიტორიაზე ციხესიმაგრების და ტაძრების სიმრავლე. მე-20 საუკუნეში 1934 წელს ბოლშევიკი რევოლუციონერის ფილიპე მახარაძის პატივსაცემად ოზურგეთს მახარაძის რაიონი ეწოდა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ჭადრების ბაღში, რომლის მშენებლობაც 1822 წელს გურიის მთავრის მამია გურიელის დავალებით შოტლანდიელმა აგრონომმა იაკობ მარმა დაიწყო. ბაღში იშვიათი ჯიშის მცენარეები ისე იყო განლაგებული, რომ სახელი მამია იკითხებოდა. საქართველოში პირველად სწორედ ამ ბაღში დაირგო ჰიბრიდული ვაზის ჯიში იზაბელაც, რომელსაც მოგვიანებით ადესა დაერქვა. ჭადრების დარგვა ამ ბაღში საბჭოთა პერიოდში დაიწყეს და ისინი ისე გააშენეს, რომ ფილიპე მახარაძის პატივსაცემად ასობგერა იკითხებოდა. სწორედ ეს განსხვავება იყო კომუნისტებსა და შოტლანდიელ აგრონომებს შორის. მათ 1822 წელს მამია დაწერეს, ხოლო კომუნისტებმა მე-20 საუკუნეში შულავერის კომიტეტის წევრზე ფილიპე მახარაძეზე საუბარს იმით დავასრულებ, რომ 1987 წელს ეროვნული მოძრაობის აღმავლობის დროს თაწმინდის პანთეონში მისი საფლავი ააფეთქეს. თუმცა მაშინდელი კომუნისტური პარტიის მდივნის ჯუმბერ პატიაშვილის ბრძანებით საფლავი აღადგინეს, მაგრამ მოგვიანებით 1999 წელს მახარაძე მიხა ცხაკაიასთან და სილიბისტრო თოდრიასთან ერთად გადაასვენეს ხუდადოვის სასაფლაოზე. მოკლედ 1990 წლის შემდეგ ოზურგეთისთვის ისტორიული სახელის დაბრუნებაზე უკეთესი ბევრი არაფერი გაკეთებულა. საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად ოზურგეთის მთავარი პრობლემაც არის სიღარიბე და უმუშევრობა. როგორც ვიცით, გურია ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი კუთხეა საქართველოში, თუ ყველაზე ღარიბი არა. რაც შეეხება ემიგრაციას, ემიგრაცია ყველაზე მტკივნეული და ყველაზე მწვავე პრობლემაა გურულებისთვის. სამუშაო ადგილების არარსებობის გამო მოსახლეობის დიდ ნაწილს უწევს გასვლა უფრო დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით ბათუმში და თბილისში. თუმცა მოსახლეობის ნაწილი ბედის საძიებლად მიდის საზღვარგარეთის ქვეყნებში. გურული ემიგრანტებისთვის მთავარი მიმართულებებია თურქეთი, ევროკავშირის ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები. ისინი აქ ძირითადად შავ სამუშაოს ასრულებენ ან მომსახურების სფეროში არიან დასაქმებული. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დღეს 62,000 ადამიანი ცხოვრობს, რაც 2010 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებთან შედარებით 21,000 ადამიანით ნაკლებია. ხოლო რაც შეეხება სოციალურ სააგენტოს ინფორმაციას სოციალურად დაუცველების შესახებ, დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოციალურ დახმარებას 11,487 ადამიანი იღებს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურა ძირითადად მოწესრიგებულია, თუმცა გარკვეულ სოფლებში, განსაკუთრებით მაღალმთიან ზონაში ეს პრობლემა კვლავ არსებობს. სოფლების ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს წყალმომარაგების პრობლემა. ოზურგეთის ბევრ სოფელში ადმინისტრაციული შენობები, სკოლები და ბაღები საჭიროებენ რეაბილიტაციას და განახლებას. რაც შეეხება უშუალოდ ქალაქ ოზურგეთს, აქ უბნების ნაწილში არის გზების პრობლემა. მოსახლეობა ყველაზე მწვავე პრობლემებად ასახელებს იმას, რომ საკმაოდ დიდ ნაწილს ოზურგეთში არ აქვს საკანალიზაციო სისტემა და აწუხებს წყალმომარაგების პრობლემა. ოზურგეთის ქუჩებში ასევე საკმაოდ დიდია მიუსაფარი ძაღლების რაოდენობაც. ძაღლების პრობლემა ნამდვილად არის. საღამოს გამოიშენ თუ დარჩები და თუ გეიული საღამოს ძაღლები დაგლიჯენ ხავშე და ყველა.
საინტერესო შეხვედრა ჩანს ადგილობრივ მოსახლეობასთან და მივიდეთ ამდენიმე წუთი მოусმინოთ ადამიანებს და რა შეხვედრაა ვიკითხოთ. ეს არის შეხვედრა, რომელსაც ორგანიზებას აკეთებს USAID სამოქალაქო ჩართულობის პროგრამა. ამ შეხვედრის მიზანია ზოგადად გურიაში მოსახლეობასთან ლაპარაკი მოსახლეობის პრობლემებზე. ერთი დიდი პრობლემა გლობალური რაც ჭირს და განსაკუთრებით გურიაში, იმიტომ რომ გურია ერთ-ერთი მოწყვლადი რეგიონი არის, ეკონომიკურად ძალიან უჭირს. ეს არის მაღალი მიგრაცია. ვინც უნდა შექმნას დოულათი, ის სოფელში არ არის. ხალხი არ მიდის ოზურგეთიდან? ძალიან ნაკლები ოზურგეთიდან არა. თავს შემოუყოფ უბრალოდ. დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო. დიდი ხანია რაც ეს ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. აი მაგალითად ერთი თვის განმავლობაში რამდენი ადამიანს ეხმარებით იმის რომ დასაქმების ახალი ადგილი ნახო. საშუალოდ დაახლოებით 5-10 ადამიანი. 5-10 ადამიანი თოში. რა მოგწონთ ყველაზე მეტად და რა პრობლემებს ხედავთ თქვენ ამ ქალაქში? ყველაფერი გაია, ხარ. საკეთდება, გაზაფხულება მიდის, წყალი კეთდება. პრობლემები რა რჩება? ყველაზე ისეთი რაც გაწუხებთ თქვენ ყოველდღიურად ასე ვთქვი. წყალი პირველ რიგში. წყალი ფაქტობრივად გვაქვს გრაფიკი. კანალიზაციები არ არის, ნო, აი გურიელის ქუჩაზე მაგალითად სახლი გვაქვს, კანალიზაცია არ არის. მე ვცხოვრობ სერის უბანში, სადაც 10 ოჯახი დარჩენილი ვართ კანალიზაციის გარეშე. ქალაქის 60% დაახლოებით არ აქვს კანალიზაცია, ამაზე ხო არ იცით? ერთი ან ორი საკითხი, რაზეც გინდათ რომ ცენტრალურმა თუ ადგილობრივმა მედიამ კიდევ უფრო მეტი აქცენტები გააკეთოს. აი, რაც არ უნდა მივცეს ჩვენ სოფელს. სოფელი ყლაპავს ამას, იმიტომ ცოდნა არაა და კოოპერატივის, ასე ვთქვათ, გამაერთიანებელი იქნება. და ეს იქნება ამომავალი წერტილი, სადაც კოოპერატივია ხა სოფელში 100 ქვეყანა მშიერი არავინ არა. არ მოგეწონება თქვენ, მაგრამ მე კიდევ იმ კომუნისტური მას მივტიდი ვარ. უცბად არ იქნება ყველაფერი, მაგრამ ნელიდებით არ ვარ თუ მაყოფილო. საბჭოთა კავშირის დროს ვიყავით და პრობლემები კაი ცხოვრება იყო სამაგიერო. ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება ბევრი პროექტი, როგორც გვითხრეს. ინაფინანსებს ამას ვერ გეტყვით, მაგრამ რაც კეთდება, ხალხი მოხარულია და კმაყოფილია მისი. აი კონკრეტული ერთი იქნება თუ ორი თუ სამი საკითხი, რის შეცვლაც გინდათ ყველაზე ახლო პერსპექტივაში რა არის ესეთი რასაც შეცვლა. პრობლემა, ფერი პრობლემა არ ვაგრა, პრობლემა გვაქვს ჩვენ ქალაქში. ავიცი, უბრალოდ გავალამაზებდი რა ქალაქს, მივხედავთ. ის და გააკეთეს აქეთ დაგვიტოვოს. რაღაც ბევრი პროგრამები არსებობს, თუმცა არ არის რაღაცა კონტაქტი ხალხსა და ამ პროგრამებს შორის ჩატეხილი ხიდია და ბენეფიციარებიც არ არის. ყველა რაღაცნაირად ეგუება, რომ ოზურგეთი არის ჩიხი. აქ თუ ხარ, მოწყვეტილი ხარ დანარჩენ ქვეყანას. ყველა სოფელში დღეს არის ნიჰილიზმი. ხალხი არ გამოდის, დაიღალა, დეპრესიაში არის. როგორ დავაქციოთ მაგას თავი? აი მაგას. ვერ ხვდები. აპირებთ რა გდაბუნებს. ჩვენი დღევანდელი სიუჟეტი ოზურგეთიდან საკმაოდ პესიმისტური გამოვიდოდა, რომ არა გურულების თვითირონია და რომ არა ევროკავშირი. ცოტა ხნის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მოხვდა ევროკავშირის საპილოტო რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამაში და სწორედ ამ პროგრამის წყალობით მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრალური ქუჩების და სკვერების დიდ ნაწილს დღეს რეაბილიტაცია უტარდება და ამ პროექტების უდიდეს ნაწილს სწორედ ევროკავშირის საპილოტო პროგრამა აფინანსებს. ევროკავშირის მხარდაჭერით გურიაში 10-ობით წარმატებული პროექტი ხორციელდება. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს დახმარება, რომელიც მიმართულია გურიაში ჩაის წარმოების აღდგენისკენ. ევროკავშირი უკვე დაეხმარა ჩაის 17 კოოპერატივს, რათა საჭირო დანადგარები შეეძინათ და ჩაის პლანტაციები აღედგინათ. ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავდა გურიის ტურიზმის სტრატეგიაც. ზოგადად ქვეყანაში, სწორედ ევროკავშირის დახმარებით 30,000-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესი ამოქმედდა. ერთ-ერთი ასეთია ოზურგეთში სავაჭრო სახლი 1, რომელიც წლიდან წლამდე ფართოვდება და უფრო მეტ ადამიანს ასაქმებს. ევროკავშირის და ACB-ის მხარდაჭერით ოზურგეთში შეიქმნა სოციალური საწარმო REDO, რომელიც ამზადებს ბეტონის და ასფალტის ფილებს. საწარმოში დასაქმებული არიან პირობითი მჟავრდებულები და შესაბამისად საწარმო ხელს უწყობს მათ საზოგადოებაში რეინტეგრაციის პროცესს. კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს ახორციელებს გურიაში ევროკავშირი, თუმცა რა თქმა უნდა ყველას ვერ ჩამოვთვლით. მოკლედ ცოტას ჩვენს თუ დავეხმარებით რაღაც გამოვა. წავიდა. სწორედ ამიტომ არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რომ შევინარჩუნოთ დასავლური კურსი, რადგან თუ საქართველოს მიიღებს კანდიდატის სტატუსს, აი ასეთი უმნიშვნელოვანესი პროექტების რაოდენობა გაასმაგდება. დღეს ჩვენთან ერთად იმყოფება ოზურგეთელი სამოქალაქო აქტივისტი და მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრი ოთარ რევიშვილი. ოთარ, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ და მადლობა წინასწარ საინტერესო ინტერვიუსთვის. ესე იგი, მე პირველ რიგში რაც მაინტერესებს არის ის შენი საქმიანობა, მოკლედ რა საქმიანობ, რით ხარ ძირითადად დაკავებული ამ ქალაქში?
წარმოვადგენ ერთ-ერთ საზოგადოებრივ ორგანიზაციას, ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტი და ასევე ვარ სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრი. მუშაობ სხვადასხვა მიმართულებით. არის ერთი მიმართულება არის თვითმმართველობის განვითარება, არის ახალგაზრდობა, არის დასაქმების ხელშეწყობის პროგრამები გვაქვს აი ქვეგრანტების პროგრამები. არა მხოლოდ ოზურგეთში გურიაში მუშაობთ, ჩვენი ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოს მასშტაბით მუშაობს და სხვადასხვა მიმართულებით ვეხმარებით ესე ვთქვათ ადამიანებს და ეს ყველაფერი ხდება, რა თქმა უნდა, დასავლეთ დახმარებით, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ესე ვთქვათ ორგანიზაცია, რომელიც მოიპოვებს თანხებს და ევროკავშირიდან, ჩვენი პარტნიორია, ვთქვათ, არის USAID-დან და სხვადასხვა დონორებიდან და შემდეგ ხდება ამ პროექტების იმპლემენტაცია ჩვენს რეგიონში. ხო და თვითმმართველობა, დეცენტრალიზაციის საკითხი, ხო? ანუ ჩვენი გადაცემა მუშაობს რეგიონებზე, რეგიონების პრობლემებზე და კონკრეტულად ახლა ვიცით ხო, როგორი მნიშვნელოვანი თემაა, როგორი მნიშვნელოვანი პრობლემურია დეცენტრალიზაციის თემა და რეალური თვითმმართველობის ქონა მუნიციპალიტეტებში. ზოგადად დეცენტრალიზაცია ჩვენი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პრობლემური საკითხია. იმიტომ რომ თუ გადავხედავთ ამ 30 წლიან ჩვენს ეს თქვა დამოუკიდებელ არსებობას, ყველა ხელისუფალი ცდილობს რომ იყოს ერთპიროვნული მმართველი და ყველაფერი იყოს ცენტრალიზებული, რომ მართოს ესე თქვა პროცესები ცენტრიდან და აქ ადგილზე ადამიანებმა რაღაც გადაწყვეტილებები არ მიიღონ. ანუ როგორი მომენტი იყო რა 2014-ში დაიწყო საკმაოდ საინტერესო რეფორმა, მაშინაც ევროკავშირი ცდილობდა ამ პროცესის ესე თქვა დახმარებას და დაემატა თვითმმართველი ქალაქები და ზოგადად თვითმმართველობა ქალაქებიდან დაიწყო ისტორიულად. იმიტომ რომ გაძლიერდა ქალაქები, ურბანული დასახლება და მოითხოვეს დამოუკიდებლობა რა. და წარმოვიდგინეთ ახლა შეიქმნა ესე თქვა ქალაქის თვითმმართველობა, იმიტომ რომ ლოგიკას გავყვეთ. როგორ შეიძლება ურბანულ დასახლებას და სოფელს ერთ და იგივე საჭიროებები ჰქონდეს, ხო? და თვითმმართველობა მაშინ არის ეფექტიანი, როდესაც რაც უფრო ახლოა მოქალაქესთან. ანუ რეალურად დღეს ახლა ამდენ მოქალაქეს სერვისი უნდა მიაწოდოს ერთ მუნიციპალიტეტმა, რა, ერთმა თვითმმართველობამ. და უფრო ეფექტიანი არ იქნება, რომ რაც შეიძლება პატარა იყოს, ესე ვთქვათ, ან დამოუკიდებლად იყოს ქალაქი, ხო? და მნიშვნელოვანი მომენტი რა არის? 2014-ში დაიწყო წინსვლა და 2017 წელს დაუბრუნდით 2006 წლის პირობებს. 2017 წელს სამწუხაროდ მოხდა ის, რომ ადგილობრივ საკრებულოს მოათხოვინეს, რომ ჩვენ გაგვაუქმეთ ცუდები ვართ. საინტერესო პრეცედენტი იყო ის, რომ ოზურგეთში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გაიმარჯვა დამოუკიდებელი მერობის კანდიდატმა შარაშენიძემ. კი. რამდენად იყო რეალურად დამოუკიდებელი მმართველი პოლიტიკური გუნდისგან ოზურგეთის დამოუკიდებელი მერი? ნუ მან ბევრი თეორია შეიძლება ჩამოვაყალიბოთ. პირველ რიგში მეც მაგ თეორიის მომხრე ვარ, რომ მაგალითად სტატისტიკა რო ავიღოთ 2017 წელს კონსტანტინე შარაშენიძემ ქალაქი მოიგო. ჩემთვის ეგ მესიჯი იყო, რომ აი ამ გაუქმებამ მოქალაქეებზე აი ეს გავლენა მოახდინა. თუმცა რამდენად ახლა კოტე იყო დამოუკიდებელი მერი, აქაც ბევრი კითხვის ნიშნებია, იმიტომ თვითონ მაგალითად იყო ამ პარტიის წევრი თავის დროზე, მე რაღაცა შიდა კონფლიქტების გამო ქართული ოცნების დამფუძნებელი იყო ოზურგეთში, შემდეგ რაღაც შიდა კონფლიქტების გამო გამოვიდა ამ პარტიიდან, მოკლედ მთელი ამბები იყო რა. ყოფილი ოცნების წევრი იყო, მოკლედ დამფუძნებელი იყო ოცნების ოზურგეთში. როგორც ვიცით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი არის ერთ-ერთი საპილოტე რეგიონი, სადაც ევროკავშირის დაფინანსებით არაერთი ბევრი მილიონი ხარჯება. და არის ეს საპილოტე პროგრამა და ოზურგეთს რაში გამოადგა? ანუ მარტივად რო შევხედოთ ეხლა რასაც ხედავთ აქ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, უმრავლესობა მათგანი ფინანსდება ევროკავშირის ამ ინტეგრირებული რეგიონული საპილოტე პროგრამის ფარგლებში. რა ტიპის პროექტებია ამ საპილოტე პროგრამის ფარგლებში? ანუ ჩვენ რასაც ხედავთ, აი ეს ინფრასტრუქტურული პროექტები, ანუ ამ ქალაქის რეაბილიტაცია, ამ კორპუსების რეაბილიტაცია, რავი, პარკების და ასე შემდეგ. ანუ ესეთი სახის ეს ვთქვათ პროექტები ხორციელდება და ძალიან მნიშვნელოვანია როლი ევროკავშირის რეგიონულ განვითარებაში და მუნიციპალურ განვითარებაში. ანუ ყველანაირად გვეხმარება დასავლეთი, რომ ცხოვრების დონე აიწიოს, გარემო შეიქმნას მშვიდი საცხოვრებლად კარგი გარემო მოქალაქეებისთვის და ეს ინფრასტრუქტურული პროექტები ამავდროულად უწყობს ხელს, რომ რაღაცა ფინანსურადაც მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისთვის, ვთქვათ, ჩვენი რეგიონი, იმიტომ რომ რაღაც სოფლებში რაღაცა შეიძლება გზები დაიგოს, ანუ ტურისტული დესტინაციებისკენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ორგანიზაციები ყოველი ამ ესე ვთქვათ ევროკავშირის დახმარებით ეხმარებიან კონკრეტულ ბიზნესებს. ეს არის მთელი პროცესი, რომელსაც ევროკავშირის ხედვა არის აბსოლუტურად სწორი, რომ ერთის მხრივ კი მთავრობას მისცა თანხა და ეუნება, რომ შე რაღაცა შექმენი ინფრასტრუქტურა განავითარე, გაარემონტე და ასე შემდეგ. და მეორეს მხრივ აძლიერებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ასევე
ასევე ბიზნესებს, ქმნის რაღაც დასაქმების ადგილებს და ასე შემდეგ. ანუ სრულ პაკეტს თავაზობს. ყველაფერი ის, რაც ევროკავშირი ჩვენ გთხოვს, რომ აი ეს განავითარეთ, ის განავითარეთ, რაღაცა აი ამ მიმართულებით უნდა წახვიდეთ. ყველაფერში ის ამავდროულად გვაძლევს თანხას. როგორ ხედავ წლების შემდეგ ოზურგეთს ქართულ სახელმწიფოში და როგორი გინდა რომ იყოს შენი ქალაქი, რა იქნებოდა შენი სურვილი ამ ხრივ, ბევრი გექნება ნაფიქრი დაწუნებული. ჩემი ღრმარწმენით ზოგადად ვიტყვი და არა მხოლოდ ოზურგეთზე რა. ძლიერი თვითმმართველობა, დეცენტრალიზირებული თვითმმართველობა არის ამ ქვეყნის განვითარების, ესე ვთქვათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნდამენტში თუ რამე უნდა ჩაიდოს, ეს უნდა ჩაიდოს. რაც უფრო დეცენტრალიზირებული იქნება პროცესი და რაც უფრო დამოუკიდებელი იქნება თვითმმართველობა, ამ შემთხვევაში მე მგონია, რომ ბევრად უფრო ძლიერი იქნება ჩვენი ქვეყანა. და რაც შეეხება კონკრეტულად ოზურგეთს, პირველი სურვილი რაც არის და ჩემ მასაი ძალიან დიდი ტკივილია, როდესაც მოხდა ამ თვითმმართველობის გაუქმება და იმედი მაქვს, რომ რამდენიმე წელიწადში მივაღწევთ, რომ ისე ამ ქალაქმა თავისი სტატუსი დაიბრუნოს. ოზურგეთის ცენტრში მდებარეობს ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი. ოზურგეთის ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობა. ეს თეატრი 1868 წლიდან ფუნქციონირებს და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი თეატრია. უკანასკნელი რეაბილიტაცია შენობას 2020 წელს ჩაუტარდა. თეატრის სკვერში საინტერესო ოზურგეთელს ნოდარ გოგუას შევხვდით. ბევრმა აქაურმა მითხრა რომ ხართ ძალიან აქტიური მოქალაქე, არ არსებობს ისეთი აქციაო და სამართლიანი პროტესტი, სადაც ბატონი ნოდარი არ იყოს ჩვენს გვერდითო. ნუ აქტივიზმი ადამიანის მოთხოვნილება უნდა იყოს. მე მგონი დროა მივხვდეთ ყველანი რომ არ არის პრობლემა, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს მეტნაკლებად არ გვეხება ან არ შეგვეხება. მართლა მსგავსი მასშტაბების არის მიგრაცია და სად მიდიან სამუშაოს ძირითადად? ნუ ჩვენგან ყველაზე პოპულარული იყო თავის დროზე თურქეთი, საბერძნეთი, ახლა ბევრი იტალიაშიც არის. ამერიკაშიც საკმაოდ დესანტი ყავს გადასული ჩემო ბატონო. ჩემდა სამწუხაროდ ძალიან ბევრი სამუდამ აქვს, რომლებიც აი მე რო ვიცი ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც არც კი განიხილავს დაბრუნებას. რა არის ის, რაც გინდათ რომ უახლოეს მომავალში მოგვარდეს ამ ქალაქში და მის სოფლებში? ქვეყანას არ გააჩნია ურბანული განვითარების კონცეფცია, ჯვარიწერია შეხედულებაც კი როგორ უნდა განვითარდეს. საქართველოს მოსახლეობის ნახევარი დღეს რეალურად ცხოვრობს თბილისში. თბილისის გარდა ერთადერთი რაც დარჩა არის ბათუმი. ჩვენ დასაბედნიერო და თბილისმა ვერ მოახერხა რომ შავი ზღვა თბილისში გადაიდანოს თორე ბათუმიც ფუნქციო დარჩებოდა. რეგიონებში გაჩნდეს მიზიდულობის ცენტრები. რაღაც ფუნქციები მოეძებნოს ყველა რეგიონს. ასეთი ცენტრები საქართველოში 5-6 მილიონი უნდა იყოს, რომ იმის გარშემო მოსახლეობას რაღაც ფუნქცია გაუჩნდეს და რაღაც იმ არეალში ცხოვრებას აზრი კონდეს, მოდი ასე ვთქვათ რა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვადასხვა სამუშაოება, მათ შორის ციცინათელას პარკი, ხო, აი დენდროლოგიური პარკი, ბლექსი არენა გაკეთდა, მუსიკოსების პარკი გაკეთდა. ამ ახალმა ტიპის ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა რატომ ვერ შეძლეს ზუსტად იმის გაკეთება, რაც თქვენ იგულისხმეთ წეგან? ეს არ არის სტაბილური, მოდი ასე ვთქვათ რა. არ არის სტაბილური, ახლა უკვე ის არეალი, სადაც ეს ყველაფერია განთავსებული, ამ წუთას უკვე მტარია. არის თუ არა ოზურგეთში საზოგადოება საკმარისად აქტიური და ითხოვს თუ არა იმას, რაც რეალურად ეკუთვნის ამ ქალაქს? ამ აქტივიზმის შედეგები არ მოაქვს, რაც ჩემი აზრით ჭირდება ქვეყანას და რა ჩვენ პირადად. და როგორ შეიძლება მოიტანოს ამან უფრო მეტი შედეგები ქვეყნისთვის? მე მგონი რომ როცა ხელისუფლება ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში დაინახავს, რომ საზოგადოება თითქმის ერთწლოვანია რაღაც პრობლემის გადაწყვეტის ძიებისას, უნდა თუ არ უნდა ანგარიშ გაუწევს აუცილებლად. თავარია რომ გულწრფელი იყო და გულწრფელად გინდოდეს შენი ქვეყნის ბედნიერება, გულწრფელად გინდოდესო სწორი იზით ვიაროს, ეგ არის. უკანასკნელი წლების განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზღვის ზოლთან ახლოს აშენდა ბლექსი არენა, დენდროლოგიური პარკი, ციცინათელას პარკი, მუსიკოსების პარკი. ეს პარკები ადგილობრივი მოსახლეობისთვის უმუშევრობის პრობლემას სამწუხაროდ ვერ აგვარებს და მათი განცხადებით ეს ადგილები წარმოადგენს ძირითადად დროებით სეზონურ სამუშაო ადგილებს. დღეს სახელმწიფოს საკუთრებაში 230 კომპანიაა და ბოლო წლების განმავლობაში მათი ზარალი 3 მილიარდ ლარს აჭარბებს. სამწუხაროდ და იმედია ჯერჯერობით ბლექსი არენა სწორედ ასეთი წამგებიანი პროექტია. მისი ინფრასტრუქტურის და მომსახურე პერსონალის შენახვა სახელმწიფოს ყოველწლიურად მილიონობით ლარი უჯდება. რეგიონის ხმა სოფელ ნასაკირალს და სოფელ მელექედურს ესტუმრა. ნასაკირალი მის ტერიტორიაზე არსებული მინერალური წყლების გამო ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტი იყო. ამჟამად კი მისი საკურორტო ინფრასტრუქტურა აბსოლუტურად გაანადგურებულია. ნასაკირალი და მელექედური, ისევე როგორც ოზურგეთის სოფლების უდიდესი ნაწილი, უმწვავესი სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას, რაზეც ადგილობრივი მოსახლეობა ღიად საუბრობს.
კურორტი იყო იგერი იქეთ, მართლა ისვენებდა ხალხიც ყველა, მაგრამ დღეს არაფერი არ არის. წყლის პრობლემა არის მერეკედურში, ზაფხულში საერთოდ წვეთი წყალი არა გვაქვს. ჭები არის, მაგრამ არა დასალევად კარგი. აი დასალევ წყალს ბოთლებით, მეზობლებით და ვეზირებით. ნიგოზია გახმა, ხილია გახმა, ვაშლები ყველაფერი ხმება. ყველაფერი გახმა. ყველაფერი გახმა. ჭორტო ნახევარკვირტი მოგრიფე 600 კილო. მასე 300 კილო მოგრიფე მე. იმდენი ჩვენ არ გვიმკურნალე, რამდენი თხილს უმკურნალე. თხილის აღება ჯდება უფრო მეტი, ვიდრე თვითონ მთელი მოსავალი. არა ნახევარი რო თხილია. მომავალში მაგ თხილს არც არავინ გამოცელას არც არავინ მოგეს და მოკვდა თხილის კულტურა. всё, როგორც ჩაი მოკვდა და ველური გახდა, ესე გახდა. სახლი ჩავიდა მდინარეში. ვიშლები ადამიანი 4 წელი ავდაობდა იმასთან რომ მივედი, იმასთან მივედი, იმასთან მიდიო. ვერ ვნახე და სამართალდე რა საწავიდე. ბოდიში და მოსამართლე შეურაცხყოფას რომ მოგაყენებს, ისე მოსამართლესა უნდა იჩივლო, ისე გამოგვდის. და ამიტომ დავანებეთ თავი. რას მივმართო დეი და მითხარი. მიდის რა ხალხი, სხვა გზა არ არის. ბრუნდებით სტუდიაში და ძალიან საინტერესო სტუმრებთან ერთად უნდა გავაგრძელოთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტზე საუბარი. დღეს რეგიონის ხმის სტუმრები არიან კოკა კიღურაძე, მართლობითი სისტემების განვითარების ცენტრის დამფუძნებელი, საჯარო მართლობის სპეციალისტი და გიორგი მშვენიერაძე, დემოკრატიის მცველების დამფუძნებელი და რეგიონული ქსელის ერთ-ერთი წარმომადგენელი. მოგესალმებით და მადლობა პირველ რიგში, რომ ერთად ვართ და უნდა ვისაუბროთ იმ ყველაფერზე, რაც ნახეთ ოზურგეთში. მე მინდა რომ თქვენგან დავიწყო. პირველ რიგში რაც მაინტერესებს ახლა მთავარი ფოკუსი რაზედაც ვაკეთებთ სტუდიურ ნაწილში, რაც ეს გვინდა რომ გავაკეთოთ გადაცემა ყოველთვის, ეს არის რომ ის პრობლემები, რაც ჩვენ ხედავთ და მრავალფეროვანია რა თქმა უნდა პრობლემები გურიაში, თუმცა ყველაზე მეტად რაც ჩანს, ეს არის ის რომ ადამიანებმა ზუსტად იციან რომ თვითმმართველობა, რომელიც მოპოვების შანსიც ჰქონდათ და რომელიც თითქოს მიაღწიეს კიდეც არ აქვთ და დღეს დეცენტრალიზაციის და უუფლებობის პრობლემა ასე ვთქვათ, დგას საკმაოდ მწვავედ. მე ვიცი და იცი ჩვენმა მაყურებელმა თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ ამ თემებზე მუშაობის. თავის დროზე როგორ დაიწყო თვითმმართველობის რეფორმაზე მუშაობა, იმიტომ რომ ვიცით რომ მთელი ქვეყანა ვამბობდით მართლა რომ ძალიან საინტერესო რეფორმა იგეგმება თვითმმართველობის კუთხით, თუმცა ვერ შედგა ეს რეფორმა ისე როგორც უნდა შექმნილიყო. როგორ დაიწყო ეს პროცესი, რომ გავიხსენოთ მოკლედ და რა ჩამოწყდა ამ რეფორმას, როგორ დარჩა, რა იყო ის ძირითადი უპირატესობები, ის მთავარი, რაც ამ რეფორმამ ვერ მიიტანა ბოლომდე. მოგესალმები ნოდარ, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ პროცესი, რომელიც წინ უძღოდა ამ რეფორმას, რომელზეც ახლა საუბარს ვაპირებთ. ეს არის 2013 წელი, ამ წელს დაიწყო რეფორმა, კიდე ერთი რეფორმა, თუმცა იქამდე ჩვენ 97 წლიდან მოყოლებული ვცდილობთ იმას, რაზეც დასაწყისში ახსენებდით, რომ მოვიპოვოთ საქართველოში თვითმმართველობის უფლება, ანუ მოქალაქეებმა დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისგებლობით რომ გადაწყვიტონ ის საკითხები, რომელიც აწუხებთ საკუთარ სოფელში თუ ქალაქში, აი ამ უფლების მოსაპოვებლად ჩვენ 97 წლიდან მოყოლებული ვცდილობთ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პერიოდში რეფორმებს და ერთ-ერთი მცდელობა არ იყო სწორედ 2013 წელს დაწყებული რეფორმა და ჩვენ განსაკუთრებით აი ეს ანტიამერიკული ისტერიის პირობებში უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები იყვნენ ის ორგანიზაცია, ეს არის USAID, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, რომელმაც ამ პროცესის ორგანიზებაში ძალიან დიდი როლი შეასრულა ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსთან ერთად. მაშინ მთელი სამოქალაქო ისხედით ეს პროცესი არის განსაკუთრებით. ანუ პროცესის ისეთი ინკლუზიურობის ხარისხი ქონდა ამ პროცესს, რომელიც მე პრინციპში არ მეგულება რომელიმე საკანონმდებლო აქტის მიღების წინ აი ასეთი პროცესი უძღოდეს წინ, იმიტომ რომ ეს არის ფაქტიურად ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, მე ვერ ვიტყოდი რომ საკონსტიტუციო რეფორმის მსგავსი, მაგრამ არც თუ ისე დიდად განსხვავებული ამ პროცესისგან, იმიტომ რომ ეს არის სწორედ ერთ-ერთი სადამფუძნებლო ინსტიტუტი ქვეყნის სახელმწიფოსი ადგილობრივი თვითმმართველობა. ამიტომ ამის დასაფუძნებლად, ამ უფლების მოსაპოვებლად საკმაოდ ესეთი კარგი და ინკლუზიური პროცესი უძღოდა წინ ამ ყველაფერს და ეს იძლეოდა სწორედ იმ იმედებს, რა იმედზეც ახლა თქვენ საუბრობთ. ეს გულისხმობდა, რომ საერთაშორისო ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, სპეციალისტები, სამეცნიერო წრეები, ანუ ყველა მიმართულება, ყველა ხედვა იყო გაერთიანებული ერთად
ვისხედით, საუბრობდით, ვაკეთებდით ამ ისე ვთქვათ კოდექსის რაღაც სხვა მოკლედ მაშინ სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებასთან ასე ვთქვათ მეგობრობდა და ხელ უпроსად მე მეგობრობდა დავარქმევდი ესე პირდაპირ ამას მეგობრობას ამ ყველაფერს მაგრამ ურთიერთობა და ასეთი არის როგორც დღეს არის ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორს შორის თანამშრომლობდა იმისთვის რომ ამ ეს ამოცანები ერთად გადაგვეწყვიტა სამოქალაქო საზოგადოებას და საბოლოოდ სად მივედით და როგორ მოხდა მე კითხვას დაუბრუნდები თუ შეიძლება როგორ მოხდა და რა იყო ეს ძირითადი ფუნდამენტური რამ რაც ამ რეფორმას ასე ვთქვათ ჩამოტყდა და არასრულფასოვანი გახადა ესე იგი 2013 წლის 1 მარტს საქართველოს მთავრობამ მიიღო განკარგულება რომელიც საქართველოში დეცენტრალიზაციის პრინციპებს განსაზღვრავდა და ამ დოკუმენტში იყო ჩამოთვლილი მაგალითად ის რომ საქართველოში უნდა ყოფილიყო ორდონიანი თვითმმართველობა ჩვენი აყურებლისთვის უფრო გასაგები რომ იყოს ის რომ ჩვენ დღეს რეგიონებს ხშირად ვახსენებთ ხო კახეთი გურია სამეგრელო იმერეთი თქვა ეს როგორც პოლიტიკური ადმინისტრაციული ერთეული საქართველოში არ არსებობს. ანუ ასეთი სადაც შეიძლება გადაწყვეტილებები მიიღებოდეს, მაგალითად გურიის როგორც რეგიონის პრობლემების შესახებ, ხო? მარტო ჩვენ საქართველოში გვაქვს ცენტრალური ხელისუფლება და გვაქვს ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც მუნიციპალიტეტების სახით არის წარმოქმნილი. ამიტომ ეს მეორე დონის თვითმმართველობის შემოტანა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასევე თვითმმართველობის ზომა. დღეს მაგალითად ადამიანს კონკრეტული პრობლემა რო აქვს ადმინისტრაციული ცენტრიდან მოცილებული თქვა 30-50 კილომეტრიც კი არის ზოგიერთ დასახლებიდან ადმინისტრაციულ ცენტრამდე. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მას არანაირი ადმინისტრაციული, ფინანსური და პოლიტიკური რესურსი არ გააჩნია საკუთარ დასახლებაში იქ სადაც ცხოვრობს. ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის პრობლემა. და ერთ მუნიციპალიტეტში საქართველოში ცხოვრობს 50,000-ზე მეტი ადამიანი, რაც ასევე ამ ზომის თვალსაზრისით ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებას უშლის ხელს. და სწორედ ეს პრობლემები, ამ პრობლემების გადასაჭრელად იყო ორდონიანი თვითმმართველობა შემოთავაზებული იყო თვითმმართველი ერთეულების რაოდენობრივი ზრდა, მათი ფინანსური გაძლიერება ასევე და მათი რესურსული გაძლიერება, რომელიც ამ ჩანაწერებით სწორედ ეს გულისხმობდა ასევე ესე იგი ყველა დასახლებაში არა, მაგრამ დასახლებათა რაღაც გაერთიანებაში, ერთობლიობაში ამ უფლების რეალიზების შესაძლებლობის გაჩენას. მაგალითად ის რომ საკუთარი საკრებულო ქონოდა, საკუთარი თქვა ფინანსური რესურსი, ბიუჯეტი ქონოდა ადგილზე, რომელთაც გადაწყვეტდა ამ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებს. ეხლა დღეს ეს შემოთავაზებები რაც მაშინ იყო, რაც გულისხმობდა რომ დღეს საქართველოში გვაქვს 50-მდე ქალაქის ტიპის დასახლება და აქედან მხოლოდ 5-ს აქვს ეგ უფლება, რაზეც ჩვენ დასაწყისში ვახსენეთ, ხო? თვითმმართველი ქალაქებს. ამიტომ ამ 5-ს ეს იყო პირველი ეტაპი, რომ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მინიჭებოდა პირველ რიგში ქალაქის ტიპის დასახლებებს და შემდეგ ეს ნაბიჯები გადადგმულიყო ისე, რომ დაახლოებით 250-მდე 300-მდე მუნიციპალიტეტი ან თვითმმართველი ერთეულს მივიღებდით ქვეყანაში, რაც ამ უფლებას კიდევ უფრო ახლოს მიიტანდა ადამიანებთან და უფრო მეტ შესაძლებლობას მისცა. აუცილებლად დაუბრუნდებით კიდევ უფრო ღრმად ამ საკითხს. გიორგი, ჩვენ ერთად ვიყავით, ასე ვთქვათ, ერთად მოგვიწია შეხება რამდენიმე სოფელში, გურიაში, მაშინ როცა ჩავედით და ნახეთ საკმაოდ ბევრი პრობლემა, ხო, ადამიანები ნახეთ, ვისაც კონკრეტული პრობლემები აწუხებს და თუმცა ვხედავთ იმას, რომ გურიაში კონკრეტულად ადამიანები გძნობენ ამას თითქოს და ხვდებიან ანუ ხმამაღლა ამბობენ ამას და არ ეშინიათ ასე ვთქვათ და არ ერიდებათ იმაზე საუბარი რომ მათ თითქოს უფრო მეტის უფლება უნდა ქონდეთ გურულებს აქვთ ამის თვითმმართველობის გამოსცემლებას მაღალი დოზით და თავისი სახელმწიფო შეუქმნიათ და ბრიტანეთთან ომიც გამოუცხადებიათ და ამ ხალხს უფლებები ჭირდება ხო ანუ თითოეულ უფლებას აქვს თავისი შინაარსი და მე მინდა რომ ამაზე ვიკითხო როგორ ფიქრობ, როგორ ვატყობთ, რას ნიშნავს ამ ადამიანებისთვის ის, რომ კონკრეტულად მათ არ აქვთ თვითმმართველობები სოფლებში, თვითმმართველობები თუნდაც მუნიციპალურ ცენტრებში არ აქვთ, ანუ სამი მუნიციპალიტეტია მთლიანად რეგიონში და რეალურად თვითმმართველობა ფაქტობრივად გურულებს არ გააჩნიათ. რას ნიშნავს ეს მათთვის და რა აკლდებათ ამით, ასე ვთქვათ, უფლებრივად, როგორ ფიქრობ შენ? აი ჩვენ ძალიან ხშირად როცა უფლებებზე ვსაუბრობთ, ასე ერთგვარი გაუცხოება საზოგადოებაში და ხშირად ვერც იგებს საზოგადოება ეს უფლებები რატო აჩეჩებთ ხელში ამ უფლებებს, ხო? რაღაც იმიტომ რომ ამ უფლებების უკან არ არის ტრადიციები და ტრადიცია
ადამიანები ადგილობრივ საკითხებს თავაწყვეტდნენ, ხო? თვითმმართველობის მთელი არსი ეს არის, ხო, ეს არის უშუალო დემოკრატიის ფორმა. როცა ადამიანები ამბობენ, რომ ჩვენ ადგილზე გადავწყვეტ ჩვენ საკითხებს და ჩვენვე. ეს ანიშნავს იმას, რომ თავად მოაგვარებენ. ეს ნიშნავს, რომ თავად გადაწყვეტენ. იმიტომ რომ შემსრულებელი მე შესაძლებელია იყოს რომელიმე კერძო კომპანია, იყოს ვთქვათ, რომელიმე სახელმწიფო სხვა დაფუძნებული სუბიექტი, ოღონდ მთავარი გადაწყვეტლებას იღებდეს ხალხი. მათთვის რა არის პრიორიტეტი და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ჩვენ რაღაც ეს ფორმალურად, აი საბჭოთა პერიოდიდან რომ მოვყვეთ, შორიდან მოვყვეთ, საბჭოთა კავშირიც ხო როგორი ქვეყანა იყო, ხო? ოფიციალურად კონფედერაცია იყო. ამ კონფედერაციის სუბიექტებში, აი საბჭოთა კავშირში იყო 15 რესპუბლიკა, კონფედერაციის სუბიექტები, ამ კონფედერაციის სუბიექტებში კიდე ზოგიერთი ფედერაციული სახელმწიფო იყო, ხო? რუსეთიც მაგალითად, ხო? საქართველოს ნაწილობრივ, ხო? ორი სუბიექტი, სამი სუბიექტი ყავდა, ესე ვთქვათ, ავტონომიური რესპუბლიკის სახით. და ოლქის, ხო? ესე იგი და ოღონდ სინამდვილეში ეს სისტემა ესე არ მუშაობდა. სინამდვილეში იყო უნიტარული. ანუ ფურცელზე წერა ერთი და ცხოვრებაში ხდებოდა მეორე. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი ხდებოდა არა თბილისში, არამედ კრემლში. აი ეს იყო მოცემული. ამიტომ ეს კულტურა საზოგადოებაში და საზოგადოებაში როცა ვლაპარაკობთ, აი იყო 100 წლის წინ და ის რო რაღაცა 1918-21 წლებში ჩვენ მქონდა მცდელობა და შესაძლებლობაც რაღაც თვითმმართველობები უკეთესად გქონოდა, ხო? იმიტომ რომ მაშინ ცენტრალიზაციის ხარისხს ეს თქვა პრობლემას უქმნიდა კომუნიკაციების სირთულე. ამიტომ რაღაც გარკვეული დელეგირება ადგილზე ხდებოდა უფლებამოსილების. ახლა კი შედარებით მოგვარებულია და ამიტომ ხელისუფლებები ფიქრობენ, რომ იცი რა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ეს რა. იცი რა ხალხი ამას როგორ გადაწყვეტს, იქნებ ხალხის გადაწყვეტა ჩვენ არ მოგვეწონოს, ხალხმა ამდენი არ იცის ეს შიშიც არსებობს და ამიტომ გონიათ რომ ხალხის ნაცვლად ვიღაც თბილისში უნდა წყვეტეთ, როგორ მოგვარდება მაგალითად პრობლემა სოფელ შრომაში, რომელსაც ერთად ვიყავით ჩვენ, ხო? და ეს ხალხი მე ხვდება რომ გაუცხოებულია ამ ყველაფრისგან რა. მათ პრობლემა აქვს, მას უნდა პრობლემა მოუგვარდეს, მაგრამ მას არასდროს გამოუცდია როცა პრობლემაზე გადაწყვეტებას თავად იღებს და ამიტომ როცა ჩვენოვნები ჩვენ უნდა გააკეთოთ, დაბნეული გიყურებს, მას უნდა პრობლემის მოგვარება. ეგაა ამისთვის მთავარი საკითხი და მეორე მხრივ ვინც ამ პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგებელია, ის ამ პრობლემას ან ისე არ აგვარებს როგორც ხალხს უნდა, ან ძალიან იწელება დროში და პრობლემა არის ჩვენ გავიხსენოთ ხა ხო, ნატანებში ვიყავით სოფელში და იქ ადამიანი ამბობდა რომ გზის გაკეთებაზე ერთად გვიყვებოდა ისტორიას, რომ გადათხრილია და ამდენი ხანია გადათხრილია ეს გზა და ვერ შედის სახლში, ვერ გამოდის სახლიდან. მეორე გვიყვება, რომ მიცვალებული ვერ დაგუძალეთო, ხო, ცუდი ამიტი იყო და სასაფლაოზე ესე იგი გზამთლიანად აღებულია, გაფუჭებულია და ამდენი ხანია ელაპარაკებიან სახელმწიფოს, რომ იქნებ დაიყაროს რაღაც ინერტული მასალები, რომ მოძრაობა შედგეს და ესეთი პრობლემაა. გვიყვებიან, რომ მოსწავლეები მოყავთ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, იმიტომ რომ ერთი სკოლის რეაბილიტაცია ხდება და ხდება დიდი ხანია უკვე ამ სკოლის რეაბილიტაცია და მეორე სკოლაში და უნდებიან ამას ანდობენ. როგორ დადიან ფეხით კი. ო, ნახე რაზეა, ნახეთ ლაპარაკით ან მათი პრობლემა ისე რომ ყვები, ისმენ, შეგეხა ვიღაც გვისმენს და ფიქრობს რომ კაცო სკოლაში შვილის წაყვანა რა პრობლემა. მაგრამ იქ უნდა მიხვიდე და ნახვეს როგორი სერიოზული პრობლემაა სემულში. ეს ნიშნავს რომ მინიმუმ ოჯახში ერთი ადამიანი მთელ დღეს კარგავს და კარგოა შეება ვიღაცამ თქვას რომ შვილისთვის ეს თქვათ გაღებული შრომა რატოა დაკარგვა, მაგრამ კარგავს როგორც ადამიანი საკუთარ შრომადღეს, იმისთვის რომ ეს შრომა მოახმაროს საკუთარ ეკონომიკურ კეთილდღეობას, იმიტომ რომ არ არსებობს სახელმწიფოს მიერ მოწესრიგებული სისტემა, ხელმისაწვდომი განათლების სისტემა ახლოს სახლთან, სადაც ბავშვი წავა. ამიტომ ბავშვი თუ პატარა, მას ჭირდება გამყოლი ერთი სოფლიდან მეორე სოფლამდე, რომ მიიყვანოს სკოლაში, დაელოდოს მთელი დღე, იმიტომ რომ არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და წამოიყვანოს უკან. და ეს ახლა როცა ამას უყურებთ, ან სოფელში მცხოვრებ ადამიანს, ეს არის ძალიან დიდი დანაკლისი, იმიტომ რომ ბევრი რამის გაკეთება საკუთარ ფერმერულ მეურნეობას შეუძლია ამ ადამიანს და ამასაც კარგავს, იმიტომ რომ შვილს მისცეს განათლება. განათლება იციან რომ აუცილებელია შვილებისთვის, ეს ყველას კარგად გვესმის აქ. ხა რატო გავაკეთე ამ ხელას შესავალი? იმიტომ რომ ეს უფლება, სიტყვა უფლებას თვითმმართველობაზე როცა ვლაპარაკობთ, მათთვის პრობლემის გადაწყვეტის გზად არ ჩანს. მათ უფრო ესე უყურებენ, საგეც პრობლემა უდგათ და ამ პრობლემის მოგვარება უნდათ. აი ახლა უნდათ რომ გზა აღარ იყოს ესე. ტენდერში რომ რაღაც კომპანიამ გაიმარჯვა და გაამარჯვებინეს თუ გაიმარჯვა, 6 თვეა რომ რაღაცას არაკეთებს, ვიღაცამ დაურეკოს და მოთხოვოს. ოღონდ გამოსავალი ცივილიზებულ სამყაროში ამისი არის სხვაგვარი. გამოსავალი არის როცა ამას შენ აკეთებ, შენ არჩევ კომპანიას. უბრალოდ ფულს არ აძლევ, თუ არაკეთებს ერთი კვირა გადააცილა, სხვა მოკავს და მას აკეთებინებ. აი სახლში როცა რემონტს აკეთებს ადამიანი, თუ ხელოსანი კარგად არაკეთებს, ცდილობს რომ მალევე იშოვოს ახალი
არის ხელოსანი და ვინც უნდა დაკეთებდა არა უნდა ზღაუროს შრომის გაწეული შრომის საფასური და მიცეს მას ვინც გაუკეთებს. ამ პრინციპით თუ კი იმოქმედებს ადგილობრივი თემი, ეს იქნება სწორედ თვითმმართველობა, როცა თავად გადაწყვეტენ რა არის მათი პრობლემა, თავად შეარჩევენ ვინ მოაგვარებს მათ პრობლემას და თავად განკარგავენ იმ სახსრებს, რომელიც სინამდვილეში მათ ეკუთვნით. მადლობა. მე კიდევ ერთი შეკითხვა მექნება ამ შემთხვევაში თქვენთან 2020-2025 წლების სტრატეგია აქვს ახლა ხელისუფლებაში შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგია. მე მაინტერესებს, ანუ დღევანდელი ამჟამინდელი სტრატეგია ანგარიშვალდებულების ნაწილში, გამჭვირვალობის ნაწილში რამდენად ასე ვთქვათ უზრუნველყოფს ამ თემას და ზოგადად ეს ფორმალურ სტრატეგია თუ გაგრძელება რაღაც ლოგიკური ჯაჭვის თუ რასთან გვაქვს საქმე, როგორია ეს სტრატეგია, რო გითხრათ მოკლედ. ეს სტრატეგია პირველ რიგში სამ ძირითად რაღაცა პრინციპს ეფუძნება. ერთ-ერთი არის ესე იგი უფლებამოსილებების გადაცემა, ფინანსების და ქონების გადაცემა და კარგი მართლობის პრინციპის დამკვიდრება ადგილობრივ დონეზე. ის კითხვა, რომელიც თქვენ დასვით უფრო მეტად, აი სწორედ მესამე მიმართულებასთან არის კავშირში, რომ ანგარიშვალდება, ანუ საკრებულოს წევრი მუნიციპალიტეტის მერი როგორ შეიძლება გავხადოთ უფრო მეტად ანგარიშვალდებული საკუთარ ამომრჩეველთან, ხო? დაახლოებით ამას გულისხმობდით სწორედ ამ კითხვის დასმის დროს. რეალურად საკმაოდ რთულია იგივე სტრატეგიის დონეზე ან კანონმდებლობის დონეზე, რაც არ უნდა მოთხოვნები ჩაწერო, აი ჩვენ შეგვიძლია ეხლა ვნახოთ თვითმმართველობის კოდექსში, რომ საკრებულოს წევრი ანგარიშვალდებულია თვეში ერთხელ შეხვდეს საკუთარ მოქალაქეებს. 3 თვეში ერთხელ ჩაატაროს საჯარო განხილვები აი პრობლემების ეხლა რაზეც გიორგი საუბრობდა, ხო აი პრობლემების მოსაგვარებლად 3 თვეში ერთხელ საჯაროდ შეხვდეს საკუთარ ამომრჩეველს და მასთან ერთად განიხილოს ის პრობლემები, რომელიც ამ კონკრეტულ თემში არსებობს, ხო მის სამაჟორიტარო რაღაცა ოლქში. და წელიწადში ერთხელ ანგარიში ჩააბაროს საკუთარ მოქალაქეებს 1 ნოემბრამდე ჩააბაროს ეს ანგარიში. დღეს ეხლა ჩვენ რა ეს სამი ძირითადი რაღაც ანგარიშვალდებულების ელემენტი, რომელიც კანონმდებლობაშიც არის მოცემული, მათ რეგლამენტებში რო ჩავხედოთ, ყველგან წერია, მაგრამ პრაქტიკულად საცრულდება, სად არის ისეთი მუნიციპალიტეტი, სადაც თვეში ერთხელ ამორჩეველს ხდება, 3 თვეში ერთხელ საჯარო შეხვედრას ატარებს და წელიწადში ერთხელ ანგარიშს აბარებს საკუთარ მოქალაქეებს. არჩევნებიდან არჩევნებამდე ამ დროს ეს პრობლემა არსებობს და ანუ მე ვერ ვხედავ ამ შემთხვევაში გზას, რომ აი სტრატეგიაში, თქვა სტრატეგია მოაგვაროს ეს ანგარიშვალდებულების პრობლემა. აქ უფრო ბევრად უფრო ღრმა პრობლემები არსებობს, რომ რატომ არ არის დღეს არჩეული საკრებულოს წევრი ანგარიშვალდებული საკუთარ მოქალაქეებთან, ხო? ეს ამ პრობლემის ძიებაში მივადგებით საარჩევნო სისტემას. ვნახავთ, რომ თურმე იქ არ არის მთლად ისე კარგად ყველაფერი. ვნახავთ, რომ სინამდვილეში ადამიანები, რომლებიც არჩეული არიან საკრებულოში, მათი ლეგიტიმაციის წყარო ხშირად სულაც არ არის ის ადამიანები, ვისაც ანგარიში უნდა ჩააბაროს. ანუ ანგარიში ვალდებულების ვექტორი მას მხარეს აქვს. კი, არ თვლიან მოსახლეობას იმ ნაწილად, ვისაც უნდა ჩააბარონ ანგარიში. და მათ შორის აი სწორედ ის ტრადიციები, რაზეც გიორგი საუბრობდა, სწორედ ეს ტრადიციები არის სწორედ ერთ-ერთი მიზეზი მაგ ყველაფრის. მესმის, მადლობა. მე მინდა რომ ნელა დასასრულისკენ წავიდეთ და ერთგვარად მინდა რომ შევაჯამოთ რა ნაწილში. ხედავთ რომ პრობლემები დგას და ხედავთ რომ არ ხდება განსაკუთრებული რეაგირება და წლებია უკვე გრძელდება ისევ თვითმმართველობას და საკუთარი თავის, საკუთარი სოფლების, საკუთარი ქალაქების მმართველობას ვითხოვთ ადამიანები, თუმცა ეს ვერ ხდება. ხედავთ ისიც რომ კანონში რაც წერია, თუნდაც შესაძლოა იყოს გადაწყვეტილება მისაღები და შესაძლოა ეწეროს სწორადაც კანონში და უკვე იყოს მიღებული კონკრეტული კანონი, მაგრამ ამის აღსრულებაში გვაქვს პრობლემა და რეალურად რაღაცები რჩება ფურცელზე და არ განმოდის რეალობაში. ამ შემთხვევაში, როცა გვაქვს კონკრეტული ნორმები, რომელიც აწესრიგებს მაგალითად თუნდაც ადამიანს შეუძლია რომ თვეში ერთხელ მოთხოვოს აი კაცს თუ ხალხს მიადგეს და მოთხოვოს ის რომ აი მე რო შენ აგირჩიე გავაკეთოთ ასე. ამ შემთხვევაში როგორი ტიპის გამოსავალი შეგვიძლია, როგორ ფიქრობ, როგორი ტიპის გამოსავალი შეგვიძლია შევთავაზოთ საზოგადოებას, მაშინ როცა კანონი ვერ მოქმედებს და რეალურად თუ პრობლემის გამოსავალისა რომ მიიღო კანონში, ამისი კანონი, ხო, რეალურად ამას ხედავთ ხოლმე.
ხოლმე ხშირად და ჩვენ გვისაუბრია რამდენიმე შემთხვევაში როგორ შეიძლება მოგვარდეს რაიმე კონკრეტული კანონის მიღებით. თუმცა როცა უკვე მიღებულია და ეს არ სრულდება, ამ შემთხვევაში აი რა ვურჩიოთ თუნდაც ოზურგეთელებს, რომ აი რაღაცები წერია და ესაც არ სრულდება. სად უნდა ვეძებოთ გამოსავალი და რა შეიძლება შევთავაზოთ ამ ხალხს, ვინც ნახეთ ახლა ჩვენ სიუჟეტში და გურიაში ადგილს. ნუ და დამეთანხმები, რომ ამ ყველაფერს ფონად კიდე სხვა პრობლემები მისდევს რეგიონში. გახსოვთ, რომ ერთ-ერთ სოფელს შეხარ დავასახელებ, ერთ-ერთ პრობლემის გადასაწყვეტად ადამიანმა მოგვიყვა ისტორია, როგორ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება სამეზობლოში, საკუთარი პრობლემის გადასაწყვეტად. მეზობლების ნაწილმა უთხრა, რომ დილით იქნებოდა მზად ხელის მოსაწერად და რაღაც გარეთ შეკრებილი 70 ადამიანიდან მხოლოდ რამოდენიმე დარჩა ისეთი, ვის თქვა ხელს მოაწერდა. დანარჩენებმა სხვადასხვა მიზეზებით ვარი განაცხადეს ხელმოწერაზე. ეს ძალიან საინტერესო ფენომენია, შიშის ფენომენი, რომ შენ არ დაუპირისპირდე ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს, იმიტომ ნებისმიერი პეტიცია, ნებისმიერი განცხადება, ან ნებისმიერი საჩივარი, რომელსაც წარადგენ, ავტომატურად აღიქმება როგორც აჯანყება ხელისუფლების წინააღმდეგ. და ეს არის კულტურული პრობლემა მათ შორის, მარტო კანონები ამ საკითხს არ შველის, იმიტომ კანონში რაც უნდა მიცე ადამიანებს პეტიციის დაწერის უფლება, განცხადებით მიმართვის უფლება საჯარო დაწესებულებისადმი. თუ კი საჯარო დაწესებულებაში მყოფი მოხელეები ამას აღიქვამენ როგორც თავდასხმას და იერიშს მათზე და ასეთივე პოზიციონირებას ახდენენ ადამიანებთან, ცხადია ამ კულტურის დანერგვა ძალიან გაჭირდება. ხო, მე ხშირად გამიგია, რომ რადგინდოდა მაგაზე განცხადება რო დაწერე, მოსულიყავი და გეთქვა. ხო, ესეთი დამოკიდებულება არსებობს. და ეს თვითმმართველობის დონეზე კიდევ უფრო აშკარად ჩანს. ამიტომ ეს თქვათ, რაც ამის მთავარი მკვებავი არის, სწორედ ფასადური დემოკრატიულობაა სინამდვილეში ეს ყველაფერი. ანუ ერთი მხრივ არსებობს რაღაც ფუძლზე არსებული პროცედურები, მაგრამ დემოკრატია შენთან საქართველოში ესე არ მუშაობს. როგორ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი? ხო, რა თქმა უნდა, ვიტყოდი ესე იოლად რო იყოს რეცეპტი, რომ აქტიური მოქალაქეებით, ხო, ბევრი აქტიური მოქალაქე ამ საკითხს შეცვლის. მაგრამ რაცა უნდა ჩვენ ესე ვილაპარაკოთ, ეს ესე მარტივად არ ხდება ხოლმე, ანუ ადამიანთა გააქტიურება მარტივად არ ხდება. ერთ პატარა მაგალითს მოვყვები, აქვე თუ შეიძლება. აი ჩვენ როცა ვლაპარაკობთ ტრადიციებზე, ხო, ხშირად დასავლური ყაიდის მართლობა სწორედ აქტიურ მოქალაქეებს ეფუძნება თვითმმართველობის დონეზეს და მე ყოველთვის ვიხსენებ ერთ ძალიან ცნობილ წერილს, რომელიც ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის და ილია ჭავჭავაძე ამ წერილში აღწერს პრუსიის ერთ-ერთ პატარა ქალაქში ამბავს, როდესაც თვითმმართველობის წარმომადგენლები ერთ სოლდაგარს მიადგნენ და უთხრეს, რომ მას უნდა დააჯარიმონ, იმიტომ რომ მასთან სახლში 3 დღეზე მეტია უცხო ადამიანი ცხოვრობს. და ეს ადამიანი გაბრაზდება ამაზე, რომ არავინ უცხო ჩემთან არ ცხოვრობსო კაცო, ეგო თქვენ უცხოს ეძახით, ჩემი მეუღლიაო ვიქორწინეთო. და ქალაქის ხელმძღვანელობა ეუბნება, რომ ჩვენ ეს არ გვაინტერესებს, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს უცხოა და დააჯარიმებენ ამ სოლდაგარს. და ეს სოლდაგარი არ ნებდება, ჯარიმა მაშინდელი ფულით ერთიმანეთი და კაპიკებია, როგორც ილია ამბობს, და 3 ინსტანციის სასამართლო გაიარა, მესამე ინსტანციაშია და 10-ჯერ მეტი დახარჯა, მაგრამ იბრძვისო. და ეს ბრძოლა ილია ჭავჭავაძეს აქვს აღწერილი ნიმუში, როგორი უნდა იყოს მოქალაქე. კი საეჭვია სწორად დააჯარიმეს თუ არა, მაგრამ ბრძოლა იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესი დაიცვა. ამიტომ ადამიანები, რომლებიც დაიწყებენ ხოლმე საუბარს, ვიცი რა, ეს არ მოსულა ჩვენი ტრადიციის მიუღებელია, ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ თუკი ჩვენ ილიას ტრადიციების მატარებელი ვართ და მისი ფასეულობების, სწორედ ასეთი მოქალაქეები არიან დასაფასებლები, რომლებიც საკუთარი ინტერესების გამო ბრძოლას არ ერდებიან. და მოქალაქეები, რომლებიც თქვიან, რომ მათ ტრადიციებს ეწინააღმდეგება, რომ საჩივარი შეიტანონ, განცხადება დაეჭერონ და იბრძოლონ, სინამდვილეში ისინი სწორედ მათ უპირისპირდებიან, ვინც საკუთარი ტრადიციების შემქმნელად. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა და არის ნამდვილად ეს ისტორია ის, რითაც შეგვიძლია ალბათ ვიხელმძღვანელო და რითაც ბევრ ამას ეცემა პრინციპში პასუხი და ნამდვილად აქტიური მოქალაქე და ასე ვთქვათ, ეს ისტორია ზუსტად იმისკენ მიგვითითებს და იმ გზას გვაძლევს, რაც შეიძლება გამოიყენონ გურულებმა და არა მხოლოდ გურულებმა, თელმა საქართველოს თელ ქვეყანას გვაქვს ნაბიჯები ამ მხრივ გადასადგმელი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ გვესტობთ დღეს გადაცემაში, ესტუმრეთ რეგიონის ხმას. მე კი მინდა რომ ჩემს ტელემაყურებელს დავემშვიდობო. შეხვდებით ზუსტად ერთ კვირაში, შაბათს 19 საათზე ფორმულას ეთერში და უკვე ვისაუბრებთ სხვა მუნიციპალიტეტზე. დიდი მადლობა.